მე ვარ ეკა გოგოხია, გალის რაიონის სოფელ საბერიოდან. ძალიან დიდი წარსულის მქონე სოფლიდან. განათლებით ვარ ფიზიკოსი, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავნია. გარკვეული მიზეზების გამო ყველა ვიცით, დევნილობის პერიოდი, მერე პატარა ბავშვები, ოჯახი, რაღაცა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვდა ეს ყველაფერი. მერე მცირე ბიზნესით დავკავდით, ამ ხელსაქმეს ყოველთვის ვაკეთებდი, ძალიან მიყვარდა ქსოვა, ვქარგავ კიდევაც. უფრო მეტად ჩემთვის ვაკეთებდი, მაგრამ 2014-ში გამიჩნდა იდეა, მე ვარ ასევე Avon-ის კოორდინატორი და ეს კატალოგები მქონდა ძალიან ბევრი, ასევე ჟურნალ გაზეთები რაღაცები გროვდებოდა. შემოქმედებითად გამოყენების მოუძებნე ალტერნატივა და დავიწყე კალათების კეთება, ასევე სხვადასხვა აქსესუარებს ვაკეთებდი. მერე გადავედი უკვე ქსოვაზე ინტენსიურად და დაიდო რაღაც პროგრამა, აფხაზეთის დევნილთა სამინისტრომ დადო პროგრამა, სადაც მივიღე მონაწილეობა და ნედლეული გადმომცეს გარკვეული რაოდენობის, ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა და უფრო ინტენსიურად დავიწყე ამ საქმის განვითარება. შექმნილია ეს ხელით, ძალიან ძვირფასია, ძალიან დიდი გამოხმაურება მოაქვს ხოლმე ყოველ ნივთს. აფხაზეთში რომ იცოდეთ, ეხლა მე ყოველდღიური კავშირი მაქვს აფხაზეთთან. აი ჩვენ რო გადამოვედით, მე მახსოვს, ხალხი საინფორმაციოს უსმენდა და ყოველთვის ელოდა რაღაც ახალს. დღესაც ისია, იქ ხალხი ელოდება, აი საინფორმაციოში იქნებ რამე ისეთი გაჟღერდეს, რომ აი იქნებ ბრუნდებით, იქნებ რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯია, რაღაც ახალია და აი ესე უსმენს ხოლმე ხალხი ყოველთვის და ისევე ელოდება ჩვენგან ყოველ ახალ წამოწყებულ საქმეს. იქიდან ძალიან დიდი გამოხმაურებები არის ხოლმე. ასევე ძალიან კარგი სამეგობრო მყავს, ძალიან წარმატებული მეგობრები მყავს. ემიგრაციაში არის ჩემი მეგობარი, რომელმაც შემიკვეთა ეს ჩანთა და ძალიან დიდი რეკლამა გამიკეთა და ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ჩანთას სხვათა შორის ყველგან, ყველა პლატფორმაზე. ყველაზე მეტი ნახვა ქონდა Facebook-ზე, რაც დავდე. ჩემი სამომავლო გეგმები არის ის, რომ უფრო განვავითარო, უფრო განვითარდე, არ გავჩერდე და ასევე მაქვს გეგმაში, რომ აი ჩემი ცოდნა, რაც დავაგროვე ეს წლები გადავცე ბავშვებს, ანუ რაღაც სასწავლო ჯგუფით რაღაცა ესეთი შევქმნა და კიდე ჩემი ხელსაქმე უფრო დავხვეწო, უფრო მეტი ვისწავლო, განვავითარო. იქითკენ მივდივარ, რომ აი ეროვნული რაღაცები დავამატო კიდე, თოჯინებსაც ვაკეთებ და აი თოჯინებსაც მინდა რამე აი ესეთი ეროვნული რაღაცები სამოსი გავუკეთო. და ნუ რავი, იდეაში ბევრი რაღაცა სიახლე მაქვს, ყოველ დღე რაღაცა ახალს ვქმნი, ვაკეთებ, იდეები ბევრი მაქვს, მთავარია განვახორციელო. ახალ დამწყებებს ვურჩევ, რომ არ გაჩერდნენ, წინ იარონ დასახული მიზნისკენ და ძალიან დიდი შრომის ფასად ყველაფერს მიაღწევენ. ჩემი ფიქრი დაოცნება არის, რომ გავაკეთო ეს, უფრო გავაფართო, შევიდე აფხაზეთში ამ დიდი გამოფენით და აფხაზ ბავშვებსაც გაუზიარო ეს ჩემი შემოქმედება, ნუ ჩვენთან ერთად რა თქმა უნდა და ვიცხოვროთ აი ასეთ ზღაპრულ სამყაროში. მე ამ სათამაშოებმა ცხოვრების ხალისი შემმატა, თითქოს ახალგაზრდა ვარ, თითქოს უფრო ესეთი ბავშვური ვხდები ხოლმე და ყველა მომხმარებელი, როცა კმაყოფილი უყურებს ამ ჩემს სათამაშოებს, რომც არ იყიდოთ, რო ჩაივლიან, რო ეფერებიან, რა ლამაზია, რო აღნიშნავენ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია და მინდა რომ უფრო მეტი და მეტი შევქმნა და მეტი და მეტი გავაკეთო. ყველა კარგი საქმე არის გადადგმული ერთი ნაბიჯი წინ ჩვენი გაერთიანებისაკენ და მე არასოდეს არ დამიკარგავს იმედი, რომ აფხაზეთი საქართველოა, ჩვენი დავბრუნდებით ღირსეულად, წარმატებულები და ისევ შემართებით დავიწყებ ჩვენი კუთხის აღმშენებლობას, როგორც
ადრე იყო და როგორც ჩვენ დავტოვეთ.